წარმოიდგინეთ, რომ გჭირდება ძირითადი საშუალებების რეესტრის გაკეთება, სადაც მოცემული გექნებათ შეძენის თარიღი, ძირითადი საშუალების დასახელება, თავდაპირველი ღირებულება, ასევე ერთი დღის ცვეთა და გვაქვს გამოსაანგარიშებელი დაგროვილი ცვეთა და ნარჩენი ღირებულება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ერთი დღის ცვეთა ნარჩენი ღირებულების დათვლის არის გაკეთებული და dative ფორმულისთვის დაგვჭირდება, რომ გამოვიანგარიშოთ შეძენის თარიღსა და გაანგარიშების თარიღს შორის დღეების რაოდენობა და ამისათვის გამოვიყენოთ dative ფორმულა. Dative ფორმულა არის, ასე ვთქვათ, დამალული ფორმულა, ანუ სხვა ფორმულებისგან განსხვავებით dative ფორმულას, როდესაც ჩავწერთ, არ ამოაგდებს ფორმულას და როდესაც ფრჩხილს გავუხსნით, არც ამ ფორმულის სინტაქსს არ გვიჩვენებს. მე გეტყვით ახლა ამ ფორმულის სინტაქსს, პირველ რიგში უნდა ჩავწეროთ შეძენის თარიღი, ანუ საწყისი თარიღი, შემდეგ უნდა ჩავწეროთ გაანგარიშების თარიღი, ანუ საბოლოო თარიღი და შემდეგ უნდა ჩავწეროთ ის განზომილება, რაშიც გვინდა რომ დაგვითვალოს. ამ შემთხვევაში ეს განზომილება არის დღეები, ხო? ამისათვის ბრჭყალებში ჩავწეროთ days, ანუ d-ასო. და გამოგვიანგარიშა ამ ორ თარიღს შორის დღეების რაოდენობა, ჩამოვავრცელოთ და დაგროვილი ცვეთის გამოსაანგარიშებლად უკვე გვჭირდება, რომ ერთი დღის ცვეთა გავამრავლოთ დღეების რაოდენობაზე, ხოლო ნარჩენი ღირებულების დასათვლელად გვჭირდება, რომ საწყის ღირებულებას გამოვაკლოთ დაგროვილი ცვეთა. Dative ფორმულა მუშაობს სხვა განზომილებებზეც, ანუ თვეებზე, წლებზე და მხოლოდ თვეების დასაანგარიშებლადაც. ამისათვის ნახოთ ახლა როგორ კეთდება. პირველ რიგში დავიანგარიშოთ თვეები. თვეების დასაანგარიშებლადაც გვჭირდება, რომ ჯერ საწყისი თარიღი მივუთითოთ, მერე საბოლოო თარიღი მივუთითოთ და შემდეგ ბრჭყალებში ჩავწეროთ m-ასო, ანუ months. წლების დასაანგარიშებლად იგივენაირად ვიმეორებთ. ჩავწერთ ჯერ საწყის თარიღს, შემდეგ საბოლოო თარიღს და years, ანუ y-ასოს ჩავწერთ ბრჭყალებში. ხო, თუ გვინდა რომ წლების გარდა ნარჩენი თვეების რაოდენობაც დაგვიანგარიშოს, შემდეგ უკვე წერთ შემდეგნაირად. ისევ საწყისი თარიღი, საბოლოო თარიღი და ბრჭყალებში ჩავწერთ year months, ანუ y და m-ასო ერთად. და გამოვიდა რომ ამ ორ თარიღს შორის არის 3 წელი და 4 თვე. ჩამოვავრცელებთ და მივიღებთ შესაბამისად მხოლოდ სრულად თვეებით დათვლილს და ასევე დათვლილს ცალკე წლებად და ცალკე თვეებად.